Potolchi azari romari, azari. Amadi. გამარჯობათ, მე გახლავთ ზეინი თემურაძე, პირველი კურსის სტუდენტი, ისტორია სპეციალობა, ხელმძღვანელი ბატონი ომარ არტაშევი. რაც შეეხება ჩვენს თემას, მოხსენებას, ეს გახლავთ აფხაზეთის ომის შემდგომი ლაპარაკებების და მე ჩამოვარ. მე ჩვენი არიდეს კარგით. მოხსენების საკრავი გახლავთ აფხაზეთის ომის შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებების ისტორიული და ანალიტიკური მიმოხილვა 1990-იანი წლები. 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და ყოვლისმომცველ ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტად ჩამოყალიბდა. სამხედრო ფაზის დასრულების შემდეგ რეგიონში განვითარდა უარყოფითესა და რთული პოლიტიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემო, რომლის მართვა და სტაბილიზაცია გახდა როგორც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ომის შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებების მრავალსაფეხურიანმა პროცესმა განსაზღვრა არა მხოლოდ 1990-იანი წლების პოლიტიკური რეალობა, არამედ დღევანდელი კონფლიქტური სტატუს-კვოს საფუძველიც. სამშვიდობო პროცესის შესწავლა გულისხმობს როგორც ისტორიული განვითარების დეტალურ აღწერას, ასევე ამ პროცესში არსებული სტრუქტურული ბარიერების ანალიზს, რომლებიც ხელს უშლიდა კომპრომისის მიღწევას. 1990-იან წლებში დაწყებული მოლაპარაკებები არც ერთ ეტაპზე არ იქცა რეალურ პოლიტიკურ პროგრესად და შედეგად 10 წლების ბოლოსთვის კონფლიქტი გადავიდა გაყინულ სტატუს-კვო რეჟიმში, რასაც ამ საუკუნეშიც მოჰყვება მრავალი თუნდაც უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და საგარეო პოლიტიკის პრობლემა. სამხედრო ოპერაციებიდან სამშვიდობო პროცესისაკენ 1993 წლის შემდგომი რეალობა არ გახდა სახანგრძლივი და მით უფრო მეტის მომცემი თუნდაც რიგითი საქართველოს მოქალაქისათვის. 1993 წლის შემოდგომაზე საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის ჩამოყალიბება, სოხუმის დაცემა, 10,000-ობით ადამიანის იძულებით გადაადგილება, მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი ქმნიდა გარემოს, სადაც სამშვიდობო პროცესის დაწყება გარდაუვალი გახდა. იმ პერიოდის საერთაშორისო კონტექსტით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი ძალთა ხაზები, რუსეთის რეგიონალური გამლეების სწრაფი ზრდა, დასავლეთის უნიის ჩართულობა განსაზღვრავდა მოლაპარაკებების ფორმატსა და პრიორიტეტებს. იმ თავისუფლად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: უსაფრთხოების და ძალადობის პრევენცია, ტოლოთა და იზოლირებით გადაადგილებული პირთა დაბრუნება, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა. თუმცა პირველი წლიდან აღმოჩნდა, რომ ამ სამი მიმართულებიდან არც ერთზე არ არსებობდა საფუძვლიანი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა. 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და კომპლექსურ ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტად ჩამოყალიბდა. სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ რეგიონში განპირობებულმა პოლიტიკურმა და უსაფრთხოების კრიზისმა აუცილებელი გახადა მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტორების ჩართულობა ეტაპობრივად იზრდებოდა, 1990-იანი წლების სამშვიდობო პროცესი ვერ იქცა ეფექტიან პოლიტიკურ კომპრომისის ინიციატივად. მისი გაანალიზება დღესაც მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის, კონფლიქტების შემუშავებისა და საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის გასაგებად. 1993 წლის შემდგომი ვითარება სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ საქართველო აღმოჩნდა მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის წინაშე. სოხუმის დაკარგვა, 10,000-ობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება, დაცემული უსაფრთხოების გარემო და სახელმწიფო სისუსტე ქმნიდა პირობებს, სადაც სამშვიდობო პროცესის დაწყება გარდაუვალი გახდა. ამასთან ერთვოდა საქართველოს სხვა მხარეში გაჩაღებული სეპარატისტული შემოტევები, რამაც ქვეყანა უკიდურესად დაასუსტა და ეკონომიკა გაანადგურა. შესაბამისად, ქვეყანას არ შეეძლო უზრუნველყო სულ მცირე მინიმუმითაც კი აფხაზეთიდან იძულებით გადმოადგილებული პირები. ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა დაუძლურებული და გაძარცვული. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის გაერო და ეუთო, ცდილობდნენ კონფლიქტში
ჩართვას მოლაპარაკების მიზნით, თუმცა მათი შესაძლებლობები შეზღუდული იყო იმთავითვე, რუსეთის როლი კი დომინანტურ ფაქტორად ჩამოყალიბდა. საქართველოს მეგობრთა ჯგუფი შეიქმნა 1993 წლის დეკემბერში და მოიცავდა საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთის ფედერაციას, გაერთიანებულ სამეფოს და შეერთებულ შტატებში. ისინი მხარს უჭერდნენ გაეროს სამშვიდობო ძალის ხმევას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა 1993 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც ჯგუფი ოფიციალურად ჩაერთო გაეროს მიერ დაფინანსებულ ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესში, რის გამოც მას შეეცვალა სახელი და დაერქვა გაეროს გენერალური მდივნის მეგობრთა ჯგუფი. დიდი ნიშანდობლივი იყო საქართველოს მეგობარი ქვეყნების როლი არაერთ საერთაშორისო დაღიარებულ დასკვნაშია გამოვლენილი, თუმცა მათი თქმედითუნარიანობა არაა შედეგიანი და ყოველგვარი მოლაპარაკებადი ქმედება ვერ იქნა განხილული დადებით ჭრილში აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან მიმართებაში. 1994 წლის აპრილში ხელი მოეწერა მოსკოვის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშვალების შესახებ. შეთანხმების შედეგად რეგიონში განლაგდა გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისია UNICOM-ი და DST-ის სამშვიდობო ძალები, რომელთა სამშვიდობო მანდატი რეალურად სრულდებოდა რუსეთის სამხედრო სტრუქტურების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებამ ნაწილობრივ შეაჩერა ძალადობა, ის ვერ იქცა პოლიტიკური დიალოგის საფუძვლად. აფხაზური მხარე შეთანხმებას აღიარებდა როგორც დე-ფაქტო დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის საშუალებას, ხოლო ქართული მხარე მას მოიაზრებდა მხოლოდ დროებით მექანიზმად, რომელიც პოლიტიკურ პროგრესს ვერ უზრუნველყოფდა. ქართული მხარე აღიარებდა, რომ ახალი სამშვიდობო მოდელის შემუშავება აუცილებელი იყო როგორც აფხაზური მხარისთვის, ისე საქართველოსათვის, თუმცა ამ აზრზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. იქიდან გამომდინარე, რომ 1994 წლის მოსკოვის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად კონფლიქტის ზონაში შეყვანილი იქნა რუსული ჯარი მშვიდობის მყოფელების მანდატით. ამ გარემოებამ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობის მიუხედავად ქმედითი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა ფაქტობრივად მოსწია. ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშვალების შეთანხმების მიუხედავად აფხაზური მხარე კვლავაც განაგრძობდა ქართული მოსახლეობის შევიწროებას, წამებას, მკვლელობას. ეს ყოველივე ხდებოდა რუსის მშვიდობის მყოფელების თვალწინ ღიად და დაუფარავად. ამ ყველაფრის ფონზე რეგიონში რუსეთი წარმოჩნდა მხარედ, რომელიც ქართველები ჩაგვრას და გენოციდს ხედავდა, მაგრამ სამშვიდობო მისიის მიუხედავად მის აღკვეთას არ ახორციელებდა. ამის გამო ქართულ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა იქიდან რუსი მშვიდობის მყოფელების გამოყვანა გახლდათ. არის რაიონში მოსახლეობის დევნა და შევიწროება პერმანენტულ ხასიათს ატარებდა მიუხედავად 1993 წელს დადებული სოჭის შეთანხმებისა, რომელსაც ამ წლის 27 ივლისს მოეწერა ხელი. 1994 წლიდან დაიწყო ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებები გაეროს ხელმძღვანელობით. პროცესში მონაწილეობდნენ ქართული და აფხაზური მხარეები, რუსეთი, ეუთო, ევროკავშირი, აშშ და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები. მოლაპარაკებები ორი ძირითადი თემის გარშემო ტრიალებდა: ტოლვილთა დაბრუნება და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი. ტოლვილთა დაბრუნების საკითხზე ყველაზე მწვავე თემად გადაიქცა ქართული მხარე, მოითხოვდა 250,000-მდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის უსაფრთხო დაბრუნებას, ხოლო აფხაზური მხარე ამას ეთნიკური ბალანსის შეცვლის საფრთხედ აღიქვამდა. სტატუსის საკითხი კი სრულ ჩიხში მოექცა. აფხაზური მხარე მოითხოვდა თანასწორ სუბიექტთა შესახებ ფორმულირებას, რაც რეალურად დამოუკიდებლობას გულისხმობდა, საქართველო კი მხოლოდ ფართო ავტონომიას განიხილავდა. საქართველოს მიერ შეთავაზებული სტატუსი არ გახდათ მიუღებელი, რომ არა აფხაზური მხარის რუსეთისათვის მიკედლების დაუოკებელი სურვილი. მათი ღრმა რწმენით რუსეთი გახდა მათი ხსნის გზა და ყოველგვარ ქართულს უნდა გამიჯნოდნენ. ამ აზრში ამ ხალხს ვერ შეედავებოდა ქართული მხარე. რადგან ვითარება თბილისში არც თუ სახარბიელო გახლდათ, შიდა ომებისაგან დაგსაქსული კორუფციის მორევში მოცურავე ეკონომიკა, ჩამონგრეული ქვეყანა, ცხადია არ გახლდათ აფხაზებისათვის მიმზიდველი. თუმცა წარსული ერთობლივი ისტორია და დევნილთა არსებობის უგულებელყოფა არასდროს ამართებული. ქართველების იზოლებით გადაადგილება განპირობებული გახდათ ომით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო დეტალი გახდათ მოლაპარაკებების პროცესში. ადამიანის უფლებებისა და ძირითადი უფლებების დარღვევა ან უგულებელყოფა ომის დანაშაულზე არანაკლები დანაშაულია.
აფხაზური მხარის მოტივი, რომ ქართველი ლტოლვილების საკუთარ საცხოვრისში დაბრუნება შეუქმნიდა ბარიერს მმართველობაში და უმცირებობაში ამყოფებდა მათ, არ გახდათ ობიექტური და ეს იყო სუბიექტური მოსაზრება, რასაც ქართული მხარე ვერ დაეთანხმებოდა. შესაბამისად, ყოველ ჯერზე მათი მხრიდან ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი ავტომატურად უარყოფილი იყო. საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის მაისის გადაწყვეტილებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანას დაუჭირეს მხარე. ამის მიუხედავად, აფხაზეთის რეგიონში ქართველების მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ შემცირებულა, არსებობს საქართველოს სახელმწიფო კომისიის დასკვნა, სადაც აფხაზეთის მოვლენები ქართული მოსახლეობის გენოციდადაა შეფასებული. EOTO იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდა დააგმო ჯერ ბუდაპეშტის 1994 წლის სამიტზე, შემდეგ კი ლისაბონის 1996 წლის სამიტზე. 1994-1995 წლებში 4 მხრივი შეთანხმების თანახმად აფხაზეთში დაბრუნდა მხოლოდ 300-ზე ცოტა მეტი ქართველი ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული პირი. საგულისხმოა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გარდა მხარეებს შორის კონტაქტი არ არსებობდა. ჟენევის მოლაპარაკებები მხარეთა მიერ საკუთარი როლის, სტატუსისა და ამოცანების განსხვავებული აღქმა ხელს უშლის კონკრეტული შედეგების მიღწევას. შესაბამისად, ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ფორმატის გარეთ გადის. სამშვიდობო პროცესის შეფერხებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდა. ასიმეტრიული პოლიტიკური გარემო, სამხედრო გამარჯვების შემდეგ აფხაზური მხარე აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულად განიხილავდა. რუსეთის დომინანტური როლი, რუსეთი იყო როგორც მედიატორი, ისე სამშვიდობო ძალების მომწოდებელი, რაც ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდა. საერთაშორისო აქტორების შეზღუდული ჩართულობა. დასავლეთი უფრო სხვა რეგიონებზე იყო ფოკუსირებული იმჟამად. ომის ტრავმა და საზოგადოების უნდობლობა. ორივე მხარე მოლაპარაკებებს სიფრთხილით უყურებდა და კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა დაბალი იყო. საგულისხმოა, რომ რუსეთის დომინანტური როლი არა მხოლოდ აფხაზურმა მხარემ გაზარდა, არამედ სამშვიდობო მისიით აღჭურვა. იქ, სადაც პირადი მიზანი ამოძრავებდა და ამ ყოველივესთან ერთვოდა ის ფაქტიც, რომ დევნილი ეთნიკურად ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა პირდაპირ და დაუყოვნებლივ რუსეთს მიაშურა და დღესაც იქ იმყოფებიან. მოღვაწეობდნენ და ვითარდებიან. ამასთანავე საერთაშორისო დამკვირვებლები მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ დევნილი მოსახლეობის აზრის გაგებას მიედგოდა, რაც ნაკლებად გრინდებოდა, რადგან არავის არ ჰქონდა წარმოდგენილი დევნილთა დაბრუნების შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო მათი აფხაზეთთან თანაცხოვრება. 1997-1999 წლებში მოლაპარაკებები ფორმალურად გრძელდებოდა, თუმცა შინაარსობრივად თითქმის აღარ მიიწევდა წინ. ორივე მხარე ცდილობდა საკუთარი პოზიციის განმტკიცებას. 4 მხრივი მოლაპარაკებები იმართებოდა ჭუბურხინში, სადაც რუსეთი მოლაპარაკებების მთავარი მონაწილე ქვეყანა გახდა და შესაბამისად ქართულ მხარეს არც ერთხელ არ მისცა შესაძლებლობა აფხაზურ მხარესთან პირისპირ ესაუბრა. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ერთადერთ მთავარ მიზეზად რუსეთის ფაქტორს ასახელებენ და არც თუ უმიზეზოდ. ქართველი, აფხაზი და რუსი მეცნიერები თანხმდებიან რუსეთის ჩართულობის არათანმიმდევრულ ბუნებაზე. ბევრს მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა მოსკოვში, რომელმაც 1993 წლის ოქტომბერში ელცინის მიერ პარლამენტის დათხოვნა გამოიწვია, გამორიცხა რუსეთის მიერ რაიმე სახის დაგეგმილი დაბალანსებული ინტერვენცია მის სამხრეთ საზღვართან. 90-იან წლებში რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით ვლინდება, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან წარმომადგენლებს სურდათ ახალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების, კავკასიის სახელმწიფოების ჩათვლით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შენარჩუნება. სწორედ ამ იდეას 1998 წელს აქტიურად აღწერდა აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზებზე მსჯელობდა, იხსენებდა ისტორიას, კერძოდ 1917 წელს ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ დაარსებულ ამიერკავკასიის კომისარიატს, რომელშიც გაწევრიანებული იყვნენ როგორც ქართველები, ისე სომხები და აზერბაიჯანული წარმომავლობის ხალხი. ავტორის მოსაზრებით, უპრიანია კვლავაც ვიფიქროთ მსგავს გაერთიანებაზე აფხაზეთი, საქართველო, ჩეჩნეთი.
სადაც ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ გაწევრიანება და მისი ღრმა რწმენით ბევრი საჭიროებო საკითხი არ მოიფხვრება, მით უფრო რომ ამის საფუძველი უკვე არსებული ისტორიული წარსულია. უთანხმოება რუსეთის მთავრობის სხვადასხვა ფრაქციას შორის გვიჩვენებს თუ რატომ იღებდა გარკვეულ ეტაპებზე ორივე მხარე ქართველებით და აფხაზებით ვინც რუსეთის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ჯერ კიდევ რთულია 1992-1994 წლების აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის ზუსტი როლის შესახებ მსჯელობა. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ საკითხში რუსეთის მიერ აფხაზეთის მხარდაჭერამ შექმნა დიდი წინააღმდეგობა მოსკოვსა და თბილისს შორის მეგობრული დამოკიდებულების მხრივ. აქედან წამოვიდა ქართულ საზოგადოებაში აზრი, რომ ომის წაგებაც კი რუსეთის ბრალი გახდა. საგულისხმოა პაატა ზაქარიაშვილის შეხედულება მასზე, რომ აფხაზეთთან კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა სუამის ქვეყნების რესურსი გახდა. სუამი ჩამოყალიბდა 1999 წლის იანვარში აზერბაიჯანის, საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს ბაქოში განიხილებოდა საკითხი სამხედრო პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნის შესახებ. თუმცა მოლდოვის მიერ თავის შეკავების გამო ეს არ მოხერხდა. სუამს მაინც აქვს რესურსი გაყინული კონფლიქტის მოგვარებისა, დასძენს ზაქარიაშვილი. 1999 წლის ნოემბერში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რამაც მოლაპარაკებებს ბოლო იმედით წაართვა. სტატუსის თემა ოფიციალურად იქნა შეუთავსებელ საკითხად და კონფლიქტი გადავიდა გაყინულ ფაზაში. როგორც პაატა ზაქარიაშვილი აღნიშნავდა, ქართველების ბოდიშის აუცილებლობას აფხაზებისადმი ასიმილაციის, ომისა და იზოლაციის სახელმწიფო პოლიტიკისათვის მისი აზრით საქართველოს უშუალოდ აკისრია პასუხისმგებლობა 1992-1993 წლების ომის ქართული მხარის მოხდა, რომ არსებითი მნიშვნელობა ჰქონოდა ამის ყველაზე იონი გახდა. მით უფრო ქართველებს მსგავსი მიმდევრობის უამრავი სარწმუნოებრივი მაგალითი გაგვაჩნია, მაგრამ მსგავსი ქმედებები ისტორიაში არასოდეს წყვეტენ დევნილთა დაბრუნების საკითხსა თუ რაიმე სხვა სახის ფართო მასშტაბში შეტავიან სამშვიდობო საქმეებს. ეკონომიკური ფაქტორი გახდა ის ისტორიული რეალობა, რამაც აფხაზეთის თვითგამორკვევა გამოიწვია. ერთადერთი საკითხი, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ, სწორედ რომ ეკონომიკური ხასიათის გახდათ და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგია ენურჰესიდან ეწოდება. ამ თვალსაზრისით მრავალი შეხვედრა შედგა ქართულ და აფხაზ მეცნიერებს შორის და ეს 21 საუკუნეშიც გაგრძელდა. ქართულ მხარეს ყოველთვის გააჩნდა კეთილი ნება ხელი შეეწყო აფხაზეთის განვითარებისათვის. დასკვნით საკითხებია წარმოგიდგენთ ჩემი მოსაზრება 1990-იანი წლების სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმოადგენდა რთულ პროცესს, რომელიც ვერ იქცა ეფექტიან მექანიზმად კონფლიქტის პოლიტიკურად გადასაჭრელად, მიუხედავად საერთაშორისო ჩართულობისა, ძირითადი საკითხები, ტოლვილები, უსაფრთხოება, სტატუსი დარჩა გადაუწყვეტელი, მიუხედავად გაეროს მიერ მიღებული არაერთი რეზოლუციისა, მათ შორის ტოლვილთა დაბრუნების შესახებ, რეგიონში მაინც არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და შესაბამისად ეს რეზოლუციები მხოლოდ ფურცელზე არსებობს და ქმედით ღონისძიებად ვერ ჩაითვლება. დღესაც ამ პერიოდის სამშვიდობო პროცესის მემკვიდრეობა პირდაპირ განსაზღვრავს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკურ რეალობას და კონფლიქტის გადასაჭრელად საჭირო სტრატეგიას. ერთი რამ ცხადია, ქართული მხარისათვის აფხაზეთი მუდმივად წარმოადგენს საქართველოს ნაწილს, ერთ-ერთ გამორჩეულად ლამაზ მხარეს და შესაბამისად ქართული მხარე მოლაპარაკებების პროცესში არასოდეს არ აღიარებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას და არც მომავალში აპირებს ამას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ მრავალრიცხოვანი ტოლვილების ინტერესების მხარე კი არა, ჩვენი სამშობლოა. კი, მაგრამ მხარე როგორც ასეთი რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გამოვიყენოთ და ეკონომიკური თვალსაზრისით გამოვიყენოთ ძალიან პერსპექტივია. არ მომიშნია ლაპარაკები.